ირანთან შეთანხმების შესაძლებლობას ვხედავ და ეს შესაძლოა მალე მოხდეს. ასე უპასუხა მედიის წარმომადგენლების კითხვებს ამერიკის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპის თქმით, ეს შეთანხმება ბოლოს მოუღებს ირანში მიმდინარე ომს, თუმცა ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე. ამასთან განიხილავს თუ არა ის ისლამურ ქვეყანაში სახმელეთო ჯარების განლაგებას, კონგრესთან შეთანხმების გარეშე ტრამპმა უპასუხა, რომ მას ბევრი ალტერნატივა აქვს. დადგენილ გრაფიკს რამდენიმე კვირით ვუსწრებთ წინ. 3 დღეში ჩვენ გავანადგურეთ 158 გემი, მთელი მათი ფლოტი. გავანადგურეთ მათი საჰაერო ძალები, ასევე რაკეტების დიდი ნაწილი. დღეს ძალიან კარგი მოლაპარაკებები გქონდა ირანთან და მივიღეთ ბევრი რამ, რაც მათგან დიდი ხნის წინ უნდა მიგვეღო. შევხედოთ, როგორ დაალაგდება ყველაფერი, თუმცა მოლაპარაკებები ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. დიდი დღე იყო. მათ როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირაც ვესაუბრებით. ყავს ემისრები, თუმცა ასევე პირდაპირი მომლაპარაკებლებიც. ვიტყოდი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს ამ მოლაპარაკებების ფარგლებში, თუმცა ირანთან ზუსტად არასდროს არაფერი იცი, რადგან ჯერ ჩვენ ვსაუბრობთ მათთან, შემდეგ კი ყოველთვის გვიწევს მათი აფეთქება. იქნება ეს ბიორის ტიპის ბომბდამშენები თუ მაგალითად ბარაქ ჰუსეინ ობამას მიერ ხელმოწერილი ირანული ბირთვული შეთანხმების გაუქმება. ალბათ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი და ყველაზე სულელური შეთანხმების. საბედნიეროდ მე ის გავაუქმე, სხვა შემთხვევაში მათ ბირთვული იარაღი ექნებოდათ. სწორედ ბიორის ტიპის ბომბდამშენები მიტანილი იერიშები ჩვენ შევუშალეთ ხელი მათ მიეღოთ ბირთვული იარაღი. თითქმის დარწმუნებული ვარ, ალბათ შევძლებთ მათთან შეთანხმების გაფორმებას, მაგრამ შესაძლოა არა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მტკიცებით, ირანში რეჟიმი უკვე შეცვლილია. ამის დასადასტურებლად კი მან მაგალითად მოიყვანა ის ფაქტი, რომ თეირანის სამხედრო თუ პოლიტიკური მმართველობის ძირითადი ბირთვი უკვე ლიკვიდირებულია. ახალი აიათოლას მოჯტაბა ხამენეის ბედი კი კვლავ გაურკვეველია. You look already because the one regime was decimated. თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ რეჟიმი უკვე შეიცვალა, რადგან ის შემადგენლობა განადგურებულია. ყველა მათგანი მკვდარია, შემდგომი რეჟიმიც თითქმის ლიკვიდირებულია. მესამე რეჟიმის შემთხვევაში ჩვენ საერთოდ სხვა ხალხთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანთა საერთოდ სხვა ჯგუფია. ამიტომ ამას რეჟიმის ცვლილება ჩავთვლიდი. ამაზე უკეთეს ვერაფერს იზამთ. რეჟიმი, რომელიც ყველაზე ცუდი და ბოროტმოქმედი იყო, პირველ რიგში განადგურდა. მეორე დაინიშნა თუ არა გაქრა. ყველა მათგანი მკვდარია ერთის გარდა, რომელშიც შეიძლება იყოს სიცოცხლის ერთი პატარა ნატამალი. ეს კი ნამდვილად ადამიანთა მესამე ჯგუფია, რომელიც ბევრად უფრო გონიერი ჩანს. ამიტომ რეალურად ეს არის რეჟიმის ცვლილება. And the third group of people that seem to be much more reasonable. It truly is regime change. დიპლომატიური მოლაპარაკებების პარალელურად ამერიკის შეერთებული შტატები კონფლიქტის ზონაში დამატებით სამხედრო შენაერთებს გზავნის. გასული კვირის ბოლოს ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა სადესანტო ხომალდი ტრიპოლი, რომელმაც დაახლოებით 3500 სამხედრო ჩაიყვანა. გამოცემა The Washington Post-ის თანახმად სახმელეთო ოპერაციის გეგმას პენტაგონი რამდენიმე კვირის განმავლობაში ამუშავებდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ ამერიკული სამხედრო ძალების მთავარსარდალს არ მიუღია.